გამარჯობათ, ჩემო ძვირფასო მაყურებლებო. ბოლო დროს შევამჩნიე, რომ ინტერნეტ სივრცეში ძალიან ხშირად მიდის საუბარი და დისკუსიები მეგრულ სეპარატისტთან დაკავშირებით. არა, ბუკია ირაკლის სეპარატისტიო რომ გაიძახიან, ამას მივეჩვიე უკვე ეს არ მაკვირებს. არა, საუბარი მიდის თლიანად სამეგრელოს მოსახლეობაზე და მეგრელებზე. თითქოს სამეგრელოში არსებობს რაღაც დიდი ჯგუფი, რომელიც სეპარატისტულადაა განწყობილი და ცდილობს, რომ საქართველოს მოხლიჩოს სამეგრელო თუ სამეგრელოს მოხლიჩოს დანარჩენი საქართველო. და ეს ყველაფერი უარგუმენტოდ. იცით რა? აი დავიღალე. აი მართლა დავიღალე საქართველოს სიყვარულის მტკიცებით. დავიღალე იმის მტკიცებით, რომ ჩვენ მეგრელები არა ვართ სეპარატისტები. ამიტომ ეს ბოლო ვიდეო იქნება ჩემი, რომელიც ეხება ეგრეთ წოდებულ მეგრულ სეპარატიზმს ბჭყალებში. მოდით, ახლა ამ ვიდეოს მოვუსმინოთ და მე გავაგრძელებ. დაგანია ივლისის თვეა, სიცხე აჭერს, დასაკრძალად არ მისცეს, აი დასაპატიოსნებლად არ მისცეს პატრონს, ბუსები დასეული, ღორები შესეული, რა ვიცი რა გითხრა. კიდევ რა იყო ყველაზე ცუდი, იცით? დადიოდნენ, აი ჰიმნად ჰქონდათ ქცეული სუარი, კახეთი, მერედი, ყველა ჩემი სამშობლო სამეგრელოს გარდა. ამას მღეროდნენ ქუჩებში, დადიოდნენ ტანკებით დახრებინებდნენ, მანქანები დადიოდნენ. აი ეს სიმღერა რა ჰიმნად აქციეს, ეს სიმღერა ყველა ჩემი სამშობლო სამეგრელოს გარდა. ანუ იმ სისკაძემ რო თქვა მაშინ ზუსტად რომ მეგრელობაშიაო საქმეო, აი ეს თავიანთი სიმღერით ამას იქ ამტკიცებდნენ იმას, რომ რაღაც მეგრელობა იდო ამაში. ცუდი რა არის, აი დღესაც რამაცობენ. ქართკახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა. ყველა ჩემი სამშობლოა სამეგრელოს გარდაო. ასეთი ჰიმნით აწიოკებდნენ სამეგრელოს. და ჩემი პატარა გამოკვლევით მივედი იმ დასკვნამდე, დღეს მეგრულ სეპარატიზმზე საუბრობს ის ხალხი, ვინც აი ამას მღეროდა. მეგრულ სეპარატიზმზე საუბრობს აი ამ ხალხის შვილები. და დასკვნა ასეთი, მამები სახლებში რომ დაბრუნდნენ სამეგრელოს აწიოკების შემდეგ, რა უნდა ეთქვათ შვილებისთვის? ხუმარი ტყოდნენ, ავეჯი საშოვნად ვიყავით და საძარცვად სამეგრელოში ჩასულიო. სავარაუდოდ მათ მოუყვეს შვილებმა თუ როგორ გმირულად ებრძოდნენ მეგრულ სეპარატიზმს. ასე რომ თვალი გაახილეთ ხალხნო და მოიშორეთ რა ეს ჭორი და ეს ფობია მეგრულ სეპარატიზმზე. მეგრელს მის დღემში არ უმღერია. ქართკახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა არც ერთი არაა ჩემი სამშობლო სამეგრელოს გარდაო. მღეროდნენ რაც აქ გაიგეთ. ქართკახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა ყველა ჩემი სამშობლოა სამეგრელოს გარდა. და აი ამ სიმღერის ავტორები დღეს გაიძახიან რაღაც მეგრულ სეპარატიზმზე. მეგრელები ყოველთვის იყვნენ, არიან და დარჩებიან ერთიანი საქართველოს თავდადებული შვილები. ეს იყო ჩემი ბოლო ვიდეო მეგრულ სეპარატიზმთან დაკავშირებით. მე ვარ საქართველოს შვილი და მზადა ვარ ერთიანი საქართველოსთვის თავი დავდო თუნდაც დღესაც, ამ წუთასაც. აბა კარგად, გაუმარჯოს ერთიან და მრავალფეროვან საქართველოს. რინა მარგალურ ნინას.